მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კვლავ ექსპერიმენტულ რუბრიკას სახელის გარეშე. სადაც საუბრობთ კვირის მთავარ თემაზე. მე აკაზარქოა ვარ. ჩვენთან ერთად არის გიორგი ლოლაძე, ჩვენი ანალიტიკოსი, ეს რეალპოლიტიკაა და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ალბათ უკრაინის ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში სრულმასშტაბიანი შეწირის დაწყების მომენტიდან ნამდვილად ყველაზე მსხვილ კორუფციულ და პოლიტიკურ სკანდალზე და შევეცდებით მოგიყვეთ როგორ მუშაობდა ეს სქემა, ვინ იყვნენ ამ სქემის მონაწილეები, რა კავშირში ამ ყველაფერთან უკრაინის პრეზიდენტი და როგორ შეიძლება ეს აისახოს ქვეყნის მდგომარეობაზე, რომელიც უკვე 4 წელია გადარჩენისთვის იბრძვის. შეგვიძლია დავიწყოთ გიორგი და დავიწყოთ მოდი ამ თვითონ მასშტაბზე საუბრით, ხო, ანუ შენ დიდი ხანი ადევნებ თვალს უკრაინულ პოლიტიკას. შენი შტაბ-ეტელი მითხარი, მას შემდეგ რაც ამ სქემის შესახებ გაიგე, რამ გაგაოცა, რამ არ გაგაკვირვა ამ შემდეგ. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, გამაოგნებელი არის მასშტაბი და მასშტაბი არა მხოლოდ თანხის და რესურსების თვალსაზრისით, არამედ უსინდისობის მასშტაბია გამაოგნებელი, იმიტომ რომ საუბრობთ მასშტაბური ომისას მიმდინარე ამ სკანდალზე და სქემაზე, რომელიც ეხება ენერგოატომს, უკრაინის სახელმწიფო კომპანიას და ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც მერამდენე ზამთარია უკვე არის რუსეთის დარტყმის მთავარი ობიექტი და ვიცით, რომ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკა არის ის, რომ იმისთვის, რომ უკრაინის მოსახლეობაში გატეხოს ნება ომის გაგრძელების და წინააღმდეგობის გაწევის და ასევე რა თქმა უნდა პრობლემა შეუქმნას უკრაინაში ინდუსტრიას და ენერგეტიკის ენერგომომარაგების გარეშე დატოვოს, მერამდენე ზამთარი მიდის ტერორისტული თავდასხმები ენერგო ობიექტებზე და ენერგო ინფრასტრუქტურაზე, ხო, უკრაინის და ანუ მასშტაბთან ერთად ესეც გამაოგნებელია, რომ ფულს იპარავდნენ იმ სექტორიდან, რომელიც ესეთი დარტყმის ქვეშაა რუსეთის მხრიდან და რომელსაც ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ხო? და ეს არის კომპანია ენერგოატომი, რომელიც კურირებს უკრაინის სამ ყველაზე დიდ მეოთხეს ვერ აკონტროლებს ატომურ ელექტროსადგურს ზაპოროჟიეს და სამ დიდ ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც კურირებს და რა თქმა უნდა, ეხა უკრაინას ისტორიაში დიდი კორუფციული სკანდალები ახსოვს პოროშენკოს დროსაც, იანუკოვიჩის დროსაც, 90-იან წლებში ხო ახსოვს, მაგრამ ეს მართლაც გამორჩეულია ამ ორი ნიშნით. ერთი რომ საუბარია უზარმაზარ თანხაზე და მეორე საუბარია კონტექსტზე. კი. ხო, ანუ და მე მგონი შენ უკეთ ახსნი, რაში მდგომარეობს ეს სკანდალი და რა სქემით ხდებოდა ამ თანხის გათეთრება. კი, ანუ ხო, ზოგადი იმით რომ დავიწყოთ, რა ქვია, ახსნით სიტუაციის, ანუ გვაქვს სიტუაცია უკვე გადაყენებულია თანამდებობიდან პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ ორი მინისტრი, ერთი მოქმედი ენერგეტიკის მინისტრი, უბრალოდ მოქმედი ენერგეტიკის მინისტრი და ასევე ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და გამოძიების ამ პირველი ნაწილის უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული გამოძიების მომენტში იუსტიციის მინისტრი, ისინი გადაყენებულები არიან თანამდებობიდან, დაკავებულია რამდენიმე 10-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი და სქემის მთავარი ორგანიზატორი ტიმურ მინდიჩი, რომელიც არის ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი მეგობარი და ასევე ძველი ბიზნეს პარტნიორი, კვარტალ 95-ის თანამფლობელი და რომელსაც ასახელებენ სქემის ორგანიზატორად, მან მოასწრო ქვეყნის დატოვება, ქვეყნიდან გაქცევა, ჩხრეკის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე მან მანქანით დატოვა, მან და მისმა მარჯვენა ხელმა ცუკერმანმა დატოვეს ქვეყანა პოლონეთის საზღვრის გავლით და ეხლა შევეცდები აღწერო ზუსტად ეს სქემა, რომელშიც ეს დანაშაულებრივი სინდიკატი ოპერირებდა. ამ საქმე, როგორც გიორგიმ თქვა, ეხება უკრაინის უმსხვილეს სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიას, ენერგოატომს. ამ კომპანიის 100%-იან წილს ფლობს უკრაინული სახელმწიფო და ეს კომპანია, როგორც გიორგიმ თქვა, პირველ რიგში სახელწოდებიდან შეგვიძლია მივხვდეთ, რომ კომპანია ფლობს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს. როგორც გიორგიმ თქვა, ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესი ესეთი ნაგებობა რუსეთის არმიის კონტროლ ქვეშაა, ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, თუმცა დანარჩენი ბლოკები, რაც უკრაინაში არის დარჩენილი, ეს ეკუთვნის სწორედ ამ ენერგოატომს. ენერგოატომი არის ამ დროისთვის პასუხისმგებელი
მთელი ენერგეტიკის გენერაციის დაახლოებით 50%-ზე და ზამთრის პერიოდში, როცა ვთქვათ, სხვა რესურსები, ჰიდროენერგეტიკა და ასე შემდეგ შედარებით ცირდება მათი გენერაცია, ამ პერიოდში, ზამთრის პერიოდში ენერგოატომის წილი უკრაინულ გენერაციაში 70%-მდე წადის, ანუ მასშტაბი თვითონ ამ კომპანიის ეს არის უზარმაზარი, გასულ წელს კომპანიის მოგებამ შეადგინა 5 მილიარდი დოლარი და როგორც ეს უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიება გვეუბნება, ეს კორუფციული სქემა, რომელიც ეხებოდა, ვთქვათ, ამ დამცავი ნაგებობების მშენებლობასაც, ეს არ იყო ერთადერთი სფერო, რაშიც ისინი ფულს აკეთებდნენ, მაგრამ მათ შორის ესეც იყო. სიტუაცია არის ესეთი, რომ აი ამ სქემის ფარგლებში და შეგახსენებთ, რომ ეს სქემის ფარგლებში გამოქვეყნებული 1000-ზე მეტი საუბარი, ფარული ჩანაწერები, რომელიც გააკეთა ამ ნაბუს გამოძიებლებმა, რაც მოიპოვეს. ეს იყო 15-თვიანი გამოძიება და ჩვენ ამ გამოძიებაზე შემდეგში ვისაუბრებთ, ასევე მათ შორის ვთქვათ, გასულ თვეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში და 100 მილიონი დოლარის ზარალზე არის საუბარი, რაც დადგენილია, ხო, ანუ აქაც გუშინ უსმენდი, ვთქვათ, ამ ნაბუს ხელმძღვანელს, კრივონოს, რომელსაც თქვა, რომ ეს რიცხვი შეიძლება შეიცვალოს და შეიძლება მასშტაბი კიდევ უფრო დიდი იყოს. ეს არის ამ დროისთვის არსებული მონაცემები და როგორ მუშაობდა ახლა ეს სქემა, ხო, ანუ უკრაინაში თვითონ ვთქვათ, აი შესყიდვების სისტემაც ოდნავ განსხვავებულია, რამდენადაც ამ გადაცემის მომზადების პერიოდში აღმოაჩინე და ჩანს, რომ ვთქვათ, ჯერ შეკვეთა უნდა განხორციელდეს, როცა ვთქვათ, სახელმწიფო აფორმებს ტენდერს ვინმესთან და ხოლო ამის შემდეგ ხდება უკვე ვთქვათ, ანაზღაურება ამ თანხის. ეს თავის მხრივ ქმნის, ვთქვათ, აი ამ დამატებით კორუფციულ რისკს, ხო, ფონს, მაგრამ გარდა ამისა, ომის შემდეგ უკვე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ამას დაემატა ისიც, რომ უკრაინულმა სასამართლომ გამოაცხადა მორატორიუმი სახელმწიფო კომპანიებისგან კერძო მევალეების მიერ ვალის მოთხოვნის შესაძლებლობაზე. ანუ კერძო კომპანიებს უბრალოდ არ აქვთ არანაირი საშუალება, ვთქვათ, თუ კი სახელმწიფო კომპანია ვარს იტყვის, რომ ვთქვათ, დაფაროს დავალიანება, ვერანაირი სხვა მექანიზმით ისინი ვერ მოახერხებენ ამის აღებას. ამ დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორები აკონტროლებდნენ აი ამ შესყიდვების ტენდერების სისტემას და ისინი პრაქტიკულად წინაპირობად უყენებდნენ კომპანიის, მათ თვითონ შეეძლოთ შეერჩიათ ის კომპანიები, რომლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას ამა თუ იმ ტენდერებში. მათ შორის აი ამ დამცავი ნაგებობის მშენებლობაზეც. და აქ გამოდის ესეთი რამ, რომ როგორც ირკვევა, ისინი პრაქტიკულად ესე ხელით არჩევდნენ აი ამ კომპანიებს, რომელთა თანამშრომლობა მათთვის იქნებოდა მომგებიანი. იმ კომპანიებს, რომლებიც უარს ამბობდნენ ამ სქემაში მონაწილეობაზე, ცხადია, ტენდერში გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდათ. და აი ამ ტენდერში მონაწილეობის და გამარჯვების სანაცვლოდ ამ დანაშაულებრივი სინდიკატის ორგანიზატორები კომპანიებისგან ითხოვდნენ კონტრაქტის ღირებულების 10-15%-ს ეგრეთ წოდებული ატკატის სახით, ხო? და ჯამურად აი ამ სქემის ფარგლებში, როგორც ვიცით, გასულია 100 მილიონი დოლარის ზიანი მიადგა აი ამ უკრაინულ სახელმწიფოს. და ანუ აქ ახლა გარდა ამისა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი რაც არის ამ სქემაში არის ის, რომ თვითონ ნაბუს დეტექტივები საუბრობენ იმის შესახებ, რომ პრაქტიკულად ეს იყო რაღაცა სპეცსამსახურების თამაში გავდა, ვიდრე თქვათ რაღაც ჩვეულებრივ ანტიკორუფციულ გამოძიებას, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სქემის ფიგურანტებმა იცოდნენ, რომ მათ უთვალთვალებდა ნაბუ, იცოდნენ, რომ მათ უსმენდნენ კიდევაც რაღაც პერიოდიდან, არა თავიდან, მაგრამ რაღაც პერიოდიდან მათთვის ეს გასაგებია, ცნობილი გახდა, რომ მათ უსმენენ და მათ სახლებს და მათ სატელეფონო ზარებს უყურადებენ და ისინი პრაქტიკულად თვითონ უწესებენ თვალთვალს ნაბუს თანამშრომლებს და დეტექტივებს. ანუ პრაქტიკულად ეს ძალიან უცნაური სიტუაციაა, რომელიც აი უკრაინისთვის ალბათ ნაკლებად უცნაური არის, თქვა ამ ჩახლართული სისტემის ფონზე, რაც ქვეყანაში არსებობს და ამ სისტემაზე მე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს არის რთული სიტუაცია იყო და გარდა ამისა საინტერესოა ისიც, რომ თვითონ ამ ჩანაწერებში 1000-ზე მეტი საათი არის. ამ ჩანაწერებში სქემის ეს მონაწილეები ერთმანეთს კონსპირაციის პირობების დაცვით აქვთ ურთიერთობა ერთმანეთთან. ანუ ისინი იყენებენ მეტსახელებს
და ასე მაგალითად ეს კარლსონი არის ტემურ მინდიჩი, რომელსაც შეგვიძლია ასევე უცლად ვისაუბროთ მოგვიანებით, მაგალითად ჰერმან ჰალუშენკო მოხსენიებულია როგორც პროფესორი, ალექსეი ჩერნიშოვი, რომელიც ყოფილი ვიცე-პრემიერია და რომელსაც თავის მხრივ მანამდე ქონდა კიდევ სხვა ბრალი წარდგენილი და ასევე ნაბუშხრიდან არის ჩე გევარა და ასე შემდეგ. ალიბაბას ფიგურირებს. ალიბაბას ფიგურირებს და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს რაღაც კონსპირაციული ესეთი სრულყოფილი დანაშაულებრივი სინდიკატია, ამის თქმა შეგვიძლია და მის ნუ თქვა ერთი ორი სიტყვა ასევე ამ ტემურ მინდიჩეც, ხო, რომელიც ესე გამოჩნდა ამ გამოძიების ფარგლებში. მე დარწმუნებული ვარ, არც უკრაინაში მანამდე ვთქვათ, ბევრმა არ იცოდა მისი სახელი და შენ ახსენე, რითი არის გამორჩეულია ეს სკანდალი და მე დავამატებდი კიდევ ერთს, რომ ეს არის ჩემ მეხსიერებაში პირველი სკანდალი კორუფციული უკრაინაში, რომელიც ორგანიზატორადაც არ სახელდება თანამდებობის პირი. ხო, ანუ ტემურ მინდიჩი მაყურებლებმა რო იცოდნენ, ეს არ იკავებდა არანაირ ოფიციალურ თანამდებობას რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში. არც მსხვილ კერძოში დავუშვათ. არ იყო ბანკის ფლობელი. ხო, ანუ ეს რაღაც დაახლოებით რაღაცა მსხვილი ოლიგარქი, ხო, თქვა, ვიცით ჩვენ ტრადიციული უკრაინული რაღაც რეგიონული პრინციპით დაყოფილი ოლიგარქების შესახებ, ის არ მიეკუთვნებოდა ამ რიცხვს არასდროს და არ იყო ამ მასშტაბის ფიგურა. მაგრამ რაც უნდა ვიცოდეთ ამ ადამიანის შესახებ არის ის, რომ როგორც თქვით, ის არის ვოლოდიმერ ზელენსკის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი და პირადი მეგობარიც. არსებობს 2021 წლის ფოტოები ვოლოდიმერ ზელენსკის დაბადების დღიდან, რომელიც მან გადაიხადა სწორედ ტემურ მინდიჩის სახლში და ისინი ერთად იყვნენ ამ ბიზნეს საქმიანობაში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ თქვათ, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ეს არის ხრუშჩევსკის ქუჩა, კიევის ცენტრში, 9 ნომერი. სწორედ აი ამ სახლიდან ამ სახლში ჩატარდა მინდიჩის ამ სახლში ჩატარდა ჩხრეკა ნაბუს დეტექტივების მიერ 10 ნოემბერს და გარდა ამისა კიდე ერთი კავშირი თქვათ, რაც იკვეთება ზელენსკისა და მინდიჩის შორის არის კოლომოისკი და უკრაინული მედიის ინფორმაციით სწორედ მინდიჩმა გააცნო კოლომოისკის ზელენსკის. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ეს არ იყო რაღაცა თქვა დიდი ეროვნული ნაციონალური მასშტაბის ფიგურა ან ბიზნეს წრეებში ან პოლიტიკურ წრეებში ხომ მით უმეტეს ომის დაწყებამდე და ანუ ეს არის ესეთი ადამიანი, მას ასევე თქვა რაღაცა კავშირი ჰქონდა, იგივე ბიზნეს კავშირები ჰქონდა კოლომოისკისთან და ასევე ჰქონდა პირადი კავშირები 2023 წლის ინტერვიუში თუ არ ვშტები კოლომოისკი უკრაინულ პრავდას ეუბნება, რომ მისი ქალიშვილი და მინდიჩი იყვნენ რომანტიკულ ურთიერთობაში, თუმცა ისინი დაიშალნენ და თქვათ რაღაცა ჰქონდა მას რაღაცნაირი პოზიცია ამ კოლომოისკის ბიზნეს იმპერიაში, რომელიც უკვე მე მგონი მესამე წელია დაიწყო, რაც თვითონ კოლომოისკი ციხეშია. სხვა შორის კოლომოისკი გამოეხმაურა ამ სკანდალს უკვე სასამართლოზე და ესეთი რამ განაცხადა, რომ მინდიჩი ვერ ქაჩავს მაფიის ბოსო, ის მარტო შეიძლება სტრელოჩნიკი იყოს, ხო, ანუ თქვა რაღაცა ადამიანი, რომელიც ესეთი ლეიტენანტის დონეზე, ხო, თქვა რაღაცას არც უნიშნელოა, მაგრამ არც ყველაზე მთავარი ფიგურაა. მოკლედ ეს მუშაობდა ეს სქემა და კიდე ერთი ბოლო დეტალი და ამაზე მორჩები და მე შენთან გადმოვალ. ყველა საინტერესო ერთ-ერთი დეტალი არის ის, რომ თვითონ ნაბუს დეტექტივების ინფორმაციითაც ეს სქემა დანაშაულებრივი, რომელსაც აი ეს სინდიკატი იყენებდა, თავის მხრივ შესაძლოა ბევრად უფრო ძველი იყოს, გასულ 10 წლებში იყოს ამოქმედებული და შემდეგ უბრალოდ რაღაც მისი ფიგურანტები შეიცვალა ამ დროის განმავლობაში და ამ სქემას თავის მხრივ უკავშირებენ ესეთ ადამიანს, ანდრეი დერკაც, რომელიც ადამიანებისთვის, რომლებიც უკრაინულ პოლიტიკას ახლოდან ადევნებდნენ, თვალს დარწმუნებული ვარ, რომ ცნობილი იქნება. დერკაჩი 2000-იანი წლების დასაწყისში იყო აი სწორედ ამ ენერგოატომის დირექტორი და გარდა ამისა იყო პარლამენტის დეპუტატიც და მამამისი იყო ასევე გავლენიანი ფიგურა. ძალიან გავლენიანი ფიგურა, ჯერ კიდე საბჭოთა კგბ-ს პერიოდში, საბჭოთა კავშირის პერიოდში, უკრაინულ კგბ-ს სამმართველოში და უკვე დამოუკიდებელი უკრაინის პერიოდში ის იყო ერთ-ერთი პირველი დირექტორი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, იგივე SBU-სი. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დერკაც აი ეს რუსეთის აგენტის სტატუსი თუ რაღაცა ეს მემკვიდრე აგენტობა მემკვიდრეობით ერგო მამამისისგან
2022 წლის დასაწყისში, უბრალოდ აი სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში და ცოტა ხანში დერკაჩი გარბის ქვეყნიდან, მასზე აღიზრდა საქმე, ის გამოაცხადეს მოღალატედ, გარბის რასაკვირველია რუსეთში, სადაც ის ახლა იკავებს ასტრახანის სენატორის პოსტს. და რაში მდგომარეობდა მისი მონაწილეობა უშუალოდ ამ სქემაში, ხო? ანუ როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი სამრეცხაო აი ამ დანაშაულებრივი სინდიკატის, ანუ ოფისის, საიდანაც ნაწილდებოდა ეს ფული სქემის ფიგურანტებს შორის და ამ ფიგურანტებს შორის არის მათ შორის ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი, იყენებდა ერთ-ერთი სამრეცხაო ოფისი არის სწორედ აი ამ დერკაჩის საკუთრებაში. ეს ერთი და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი შენ ცინიზმი და უსინდისობაც ახსენე და მეც თვალში რაც მოხვდა ამ ჩანაწერებში არის ერთი ესეთი დეტალი, როდესაც სქემის ერთ-ერთი ფიგურანტი საუბრობს რა რთულია წუწუნებს ზურგის ტკივილზე, რომელიც იქიდან გამომდინარეობს, რომ ზურგი იმიტომ ტკივა, რომ ქეშის $1 მილიონ თრევა ქუჩაში არ ყოფილა მარტივი. და მეორე ეგეთი დეტალი, როცა ემუქრებიან, რომ ყველა ჯარში გავიწოთ თქვენ კომპანიიდან, ვინც ფაქტაც არ მოგცემს, ხო? ო, ეს ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ დღეს ასაც ვხედავთ უკრაინის ომში ამ ფრონტზე არის ის, რომ დეფიციტი ერთის ხუცოს ხარიზ არის უკრაინასთან, მეორეც ვხედავთ უფლებრივ უთანასწორობა სხვადასხვაგვარ მოქალაქეებს შორის, ხო? იმიტომ რომ მდიდარია და გავლენიანი ოჯახიდან ნაკლები შანსია, რომ მას ქუჩაში გამოეკიდოს კომისარიატი და ვინმე და ჩასვას ძალით სამტვირთო ავტომობილში და ომისკენ უკრას თავი და მეორეც მხრივ თუ სადღაც სოფელში ცხოვრობდა გლეხი ხარ, დიდი შანსია, რომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. და ანუ ეს გადაღრილობა არმიაში ხო თავის მხრივ, ხო? ანუ ჩვენ საუბრობთ ქვეყანაში, რომ როტაცია არ ხდება, ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც შევიდნენ არმიაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, პრაქტიკულად იქ უსასრულოდ აღმოჩნდნენ და თქვათ არა აქვთ უკვე თან რა პერიოდში ხდება, ხო? როცა შენ ახსენე ენერგეტიკის მიმართ დარტყმები და 10 ოქტომბერს, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს რუსეთმა განაახლა ეს თქვათ რაღაცა მასშტაბური ძალით და მხოლოდ ამ ორ თვეში ასეულობით რაკეტა 15-17 საათი ზოგ რეგიონში 15-17 საათიანი გამორთვებია ელექტროენერგიის მაშინ როცა არმია ძალიან თხლადაა განაწილებული ამ ცოცხალი ძალის დეფიციტის გამო ფრონტის თვალგაყოლებაზე პოკროვსკში და თითქმის ყველა მიმართულებით რუსეთი უტევს აი ამ მომენტში ესეთი სკანდალის ესეთი მასშტაბური სკანდალის და თან აი ამ ცინიზმის როგორ თქვა ხარისხით რა ხარისხითაც ეს სქემის მონაწილეები ოპერირებდნენ არის ნამდვილად ძალიან ძლიერი დარტყმა მაგრამ ამაზე შეგვიძლია შემდეგ და ეს არ არის პირველი სკანდალი ამ ომისას სამწუხაროდ ეს არის ყველაზე მასშტაბური ალბათ მაგრამ ომისას იყო ძალიან დიდი სკანდალები გავიხსენებ პირველ რიგში უკრაინის უზენაეს სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის კნიაზოვის დაპატიმრებას რომელსაც პირდაპირ დივანში ქონდა ხო აი ავეჯიდან ამოუღეს ქეში რომელიც იყო შედარებით ახალგაზრდა მოსამართლე იყო სხვა მოსამართლეებმა აირჩიეს ის და ესე ვთქვათ არ იყო ცნობილი მთელ უკრაინაში ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკის სახელი მას ნამდვილად არ ჰქონდა ის წყვეტდა კომერციული დავა იყო სხვათა შორის ეს არ იყო რაღაც სახელმწიფოსთან დაკავშირებული პოლტოვაში მეტალურგიული ქარხნის თუ რაღაც ეგეთი ქარხნის დავა იყო ცნობილი ოლიგარქი ჟევაგოს ჰქონდა დავა სხვა ბიზნეს პარტნიორთან და ჟევაგოს სასარგებლოდ რომ გადაეწყვიტა ეს ჟევაგო გაქცეულია ამიდან უკრაინიდან და ჟევაგოს სასარგებლოდ რომ გადაეწყვიტა ეს დავა აიღო ეს ქთამი და ნუ საბოლოოდ სხვათა შორის წინასწარ პატიმრობაში იყო მაგრამ გამოძიება არ დასრულებულა და ჯერ კიდევ არ აქვს ჯირი ის სასჯელი, რასაც ის იმსახურებს, მიუხედავად რომ მტკიცებულებები ცალსახაა, მისი სახლიდან ამოღებული ეს ფული და თუმცა ნუ მისმა მომხრეებმა და იმფრთამ ვინც მას ლობირებდა, ნუ დაიწყეს კამპანია, რომ თითქოს ჩაუდეს ეს ფული და დადგმული იყო ეს ყველაფერი და ასე შემდეგ, რისიც მე პირადად ამჯერა. ნუ ამის გარდა ძალიან დიდი სკანდალი რაც მე მახსენდება უკავშირდება
ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილ მოადგილეს კირილო ტიმოშენკოს, რომელიც თავის ძოზე საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა ზელენსკის ვერტიკალში და იყო ერმაკის მოადგილე მშენებლობას, ინფრასტრუქტურას ასე შემდეგ. იყო მე სხვადასხვა ტიპის გამოძიებები იმის შესახებ, რომ ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ უკიდურესად გამდიდვდა მომის პერიოდში. Porsche Cayenne-ით გადაადგილდა. და არ მალავდა ხო? ხო, ამას არ მალავდა. და მე იყო кейსი, როდესაც ის შენიშნეს General Motors-მა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასცა მაღალი გამავლობის ავტომობილები, ჯიპები, რომლებიც იდეაში უნდა გამოეყენებინათ ან სამოქალაქო პირების გამოსაყვანად ფრონტის პირდაპირ დასახლებებიდან, ან ჰუმანიტარული დახმარების გადასატანად და როგორღაც აღმოჩნდა, რომ ეს მართავდა ამ General Motors-ის ჯიპს, ესეც გადაიღეს და ზოგადად ძალიან გამდიდდა. აი, კირილო ტიმოშენკოს შემთხვევა ძალიან ნეგატიურია იმ თვალსაზრისით, რომ ის არავის არ დაახო თუ დაუკავებიათ საერთოდ ჩვეულებრივად კი თანამდებობიდან გადააყენეს, წავიდა, მაგრამ შემდგომში გამოძიებას გაგრძელება არ მოჰყოლია. მე საერთოდ იმაზეც კი ვცელდებოდა ჭორები, რომ დინამო კიევის შესყიდვას გეგმავს, რომელიც არის ფლაგმანი უკრაინული ფეხბურთის და ასე შემდეგ და მოკლედ ეს იყო ერთ-ერთი მესამე ალბათ ძალიან დიდი სკანდალი, რაც მახსენდება მე არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განვითარებული მოვლენები, რასაც საბოლოოდ მე დიმიტრი რეზნიკოვის თანამდებობა, ბოდიში ოლექსი რეზნიკოვის თანამდებობა შეეწირა, ეს უკავშირდებოდა რამდენიმე სკანდალი იყო დრონების ზედმეტად მაღალ ფასში შესყიდვის სკანდალი, იყო სურსათით ჯარის მომარაგების სკანდალი და იყო თავი ზამთრის სამხედრო ფორმებით აღჭურვის სკანდალი ჯარის, რომელიც უკრაინას სხვათაშორის ერთ-ერთი ძლიერი ხალე რაც აქვს, რის განსხვავდება რუსეთისგან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან, ის ძალიან ძლიერი დამოუკიდებელი მედია ყავს ნაბუსთან ერთად, რა თქმა უნდა. და მედიას ყავს ძალიან ბევრი კარგი წყაროები და ინფორმატორები, დიდი ქვეყანაა და ხერხდება სხვადასხვა ტიპის საინტერესო გამოძიებების ჩატარება, რაც ომის მიუხედავად პრაქტიკულად არ შეწყვეტილა ეს. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ტელემედია ძალიან შეზღუდულია, იმიტომ ერთიანი ტელემარათონის ფორმატი არსებობს და ესეთი პლურალიზმი აღარაა ტელემედიაში, ამის მიუხედავად ონლაინ მედია და გამოძიებები არის ძალიან ძლიერი, დამოუკიდებელი და გავლენიანი და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ ეს ყველაფერი ხერხდება. მე ეხლა ომის პერიოდის სკანდალები ზეითად ესენი მახსენდება, ხო ამას ხო არ დაამატებდი აკა. არ ვიცი, მე მახსოვს, რომ თქვა კიდე ესეთი მნიშვნელოვანი სკანდალი იყო იგივე პრეზიდენტის ოფისში ერთ-ერთი მოადგილის რასტესლავ შურმას ძმის მიმართებით. და კიდე ერთი სკანდალი, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო, რაც ვახსენეთ ერთ-ერთი ამ სქემის ფიგურანტიც არის, ესაა ოლექსი ჩერნიშოვი, რომელიც აქამდე პრაქტიკულად აქამდე ყველაზე მსხვილი რაღაც კორუფციაში ბრალდებული ფიგურა პოლიტიკური პოსტის თვალსაჩინო სწორედ ჩერნიშოვი იყო და აქ პრინციპში შეგვიძლია ასევე ვახსენოთ რამდენიმე თვის წინ განვითარებული მოვლენები, ხო, ანუ ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს ოპერაცია მიდასის სახელწოდებით, რომელიც დაარქვეს და ეს თავის მხრივ სქემას ქვია შლაგბაუმი, 15 თვის განმავლობაში იყო ბენზენი მეფე, რომელიც როცა რაღაცას ეხებოდა, ოქროდ აქცევდა და ცინიზმიც არის ამ დასახელებაში ოპერაციის. ხო, საბოლოოდ ვთქვათ, რაღაცა მე მგონი იქაც მითიც ხო ეგეთი არის, რომ იქ რაღაცა ყველაფერი ოქროდ გადაექცა და უბედური იყო ეს მეფე რაღაცნაირად. ხო, ანუ მე მგონია, რომ კარგი სახელწოდებაა ნახდათ ესეთი ოპერაციისთვის. და აქამდე რასაც დავამატებდი და რაც უკავშირდება ჩვენ დღევანდელ თემას, ეს არის ოლექსი ჩერნიშოვის მიმართ დაწყებული გამოძიება ნაბუს მიერ. ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს გამოძიება 15 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც ჩანს, ამ გამოძიებამ ესეთ ძალიან ტკივნეულ წერტილს უკვე პოლიტიკური თვალსაზრისით მიაღწია სწორედ მიმდინარე წლის გაზაფხულის პერიოდში, როდესაც ბრალი წარედგინა ყოფილ ვიცე-პრემიერს, ასევე ზელენსკისთან დაახლოებულ პირს ოლექსი ჩერნიშოვს, რომელიც იმ მომენტში, ბრალის წარდგენის მომენტში იმყოფებოდა საზღვარგარეთ და რომელმაც თქვა უკან დაბრუნება სამშობლოში დაბრუნება, ამის შემდეგ რამდენიმე ხნით გადადოდა თუ უკრაინულ დამოუკიდებელ მედიების წყაროებს დაუჯერებთ, მის დასაბრუნებლად ქვეყანაში სერიოზული ძალისხმევა გახდა საჭირო, მათ შორის
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდანაც და საბოლოო ჯამში ჩერნიშოვი დაბრუნდა ქვეყანაში და როგორც ჩანს, სწორედ აი ამ გამოძიებას უკავშირდებოდა ნაბუზე დაწყებული წნეხიც და მცდელობა ივლისში, მიმდინარე წლის ივლისში, როდესაც პრაქტიკულად პრეზიდენტის ოფისმა შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, ცადა ნაბუში დაიწყო ჩხრეკები, დააპატიმრეს ადამიანი, გვარად მოჰამად რასულოვი თუ არ ვცდები, ნაბუს ერთ-ერთი დეტექტივი და პატიმრეს ის რუსეთთან რაღაცა კავშირის ბრალდებით. როგორც დღეს აღმოჩნდა და როგორც ნაბუს მესვეურები დღეს გვეუბნებიან, მოჰამედ რასულოვი იძიებდა სწორედ ამ საქმის ერთ-ერთი გამოძიებელი იყო და ესეც მეტყველებს აი ამ წინააღმდეგობაზე და საბოლოოდ და ნაბუს ხელმძღვანელის თქმით, სწორედ აი ამ პერიოდში აღმოაჩინეს სქემის მონაწილეობა, რომ მათ ნაბუ უსმენდა მათ ტელეფონებს და მათ სახლებს და ამის შემდეგ როგორც ჩანს გადაწყდა შეტევა სწორედ ნაბუზე, იყო მცდელობა რომ გაიუქმებინათ აი ეს ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა და ამ ანტიკორუფციული და გადაეყვანათ პრაქტიკულად გენერალური პროკურატურის დაქვემდებარების ქვეშ, რაც გულისხმობს პრაქტიკულად გამოშიგნოს აი ამ ინსტიტუტების და რატო გულისხმობს ამაზე მოგვიანებით კითხავ, მაგრამ ეს იყო აქამდე კიდევ ერთი ესეთი სკანდალი, რაც მახსენდება ჩერნიშოვი თავის მხრივ აქაც გამოირჩა და აქ მას ედება ბრალად რომ 1 მილიონი დოლარი აიღო, ანუ ჩანაწერებში ეს ჩანს რომ ის საუბრობს იმაზე როგორ უნდა წამოიღოს ეს თანხა 1.2 მილიონი დოლარი და 100,000 ევრო. და მისი ცოლი მიდის რაღაც ეტაპზე ამ ფულის წამოსაღებად. ანუ ეს იყო ასევე ერთი სკანდალი, მაგრამ აქ მინდა დაუბრუნდეთ აი ნაბუს და უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუციის თემაზე. ბევრმა საქართველოში არასწორად ესმის ეს თქვა ნაბუ როგორ მუშაობს ასე შემდეგ, იმიტომ რომ საკმაოდ უჩვეულო შემთხვევა. მოდი ვთქვათ რა არის უნიკალური, საიდან დაიწყო და ყველაფერი ალბათ უნდა დავიწყოთ ივანუკოვიჩის წრებიდან, როდესაც მართლა აი უკიდურესად კორუმპირებული ხელისუფლება მართავდა მაშინ უკრაინას, პრინციპში უკვე შეგვიძლია ვთქვათ ტრადიციულად და ეს ხელისუფლება მოკლედ ეს იყო სახელმწიფოს მიტაცება სრული გაგებით ალბათ რაც იანუკოვიჩმა გააკეთა. ის მთავარი სიმბოლოც იყო მისი სასახლე კიევთან, სადაც მერე უკვე რევოლუციის მერე რო ჟიგურის რეზიდენცია. რა იყო იქ ვერეტყვი და გვახსოვს ის ლეგენდარული ინტერვიუ, სადაც ამბობს რა არის რომელ ფრინველზე ამბობს. მე მგონი სირაქლემის ხარდაჭერაში ცუდი რა არის, იანუკოვიჩი რო ამბობს ჟურნალისტი რო საეკითხება, მართალია რომ სირაქლემები ყავთ და სირაქლემაში არ არის, რა თქმა უნდა, ყველაფერი აქ საუბარია იმ ოქროებზე და იმ სიმდიდრეზე, რაც არა მხოლოდ იმ სასახლეში იყო, ზოგადად ქვეყანას, რაც დამართა მაშინდელმა ხელისუფლებამ და უნდა გვესმოდეს, რომ რევოლუციის ერთ-ერთი კატალიზატორი შეიძლება მთავარიც კი იყო ზუსტად ეს უკიდეგანო კორუფცია და არა მხოლოდ ის, რომ უშუალოდ ევროპა და დასავლეთი სურდა უკრაინა ხალხს და არ სურდა რაღაც რუსეთის კოლონია დარჩენა. ხო, ანუ მათთვის ეს საერთო პროტესტის სწორედ ამ კორუფციულ იმას უკავშირდებოდა. და ეს ერთმანეთს უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირდაპირ იყო მიბმული იანუკოვიჩის რეჟიმი რუსეთზე და მეორე მხრივ დასავლეთი ასოცირდებოდა იმასთან, რომ არა მხოლოდ პერსონალურად იანუკოვიჩი უნდა შეცვლილიყო. ევრომაიდნის ერთ-ერთი მოტივაცია ცხადია იყო პროდასავლურ კურსთან ერთად სისტემის შეცვლა, ხო, იმიტომ რომ ეს კორუმპირებული, გახწნილი ხელისუფლება, რომელიც დაკავშირებული იყო ოლიგარქების უმრავლესობასთან, საერთოდ მომავალს ართმევდა, ხო, ადამიანებს, ეს ხელს უშლიდა ეკონომიკასაც, მერიტოკრატიასაც, ადამიანების ნორმალურ ცხოვრებასაც და ანუ ევრომაიდნის და ამ ღირსების რევოლუციის ერთ-ერთი მოტივაცია იყო საგარეო კურსის შეცვლაც და ქვეყნის შიგნით მართვის სისტემის შეცვლაც. როდესაც მაიდანი მოხდა და საბოლოოდ ჩატარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო ორი არჩევნები და უკვე შეიქმნა ახალი ხელისუფლება დასავლეთის მოთხოვნით და ასევე იმ ხალხის მოთხოვნით, ვინც რევოლუციაში ყველაზე მეტად აქტიურები იყვნენ, შეიქმნა უნიკალური სისტემა, როდესაც არსებობს დამოუკიდებელი, ყველასგან განსაკუთრებული ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც გამოძიებას აწარმოებს და ის არ ექვემდებარება არც პროკურატურას და არც სპეცსამსახურს. მერე არსებობს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული პროკურატურა, რომელსაც ეს ანტიკორუფციული ბიურო გადასცემს გამოძიებულ საქმეს და ეს უკვე ფრავს უყენებს
ეჭვმიტანილს და მე არსებობს უკვე დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სასამართლო, რომელშიც მათ შორის უცხოელი მოსამართლეებიც იყვნენ საწყის ეტაპზე ჩართული და ამ ყველაფერს იმდენი საკადრო პოლიტიკა ისე ტარდება, რომ სრულიად მერიტოკრატიულია პროცესი განსხვავებით უკრაინის სხვა საჯარო უწყებებისგან და ეხლა რა არის მათი გარანტი? თავიდანვე ჩაიდო მათი შექმნის საფუძველ და დამფუძნებელ დოკუმენტში, რომ თუ ამ უწყებებს შეეხებოდა უკრაინის რომელიმე ხელისუფლება, ვეღაც მონეტარული ფონდისგან მიიღებდა სერხს, არც მსოფლიო ბანკი დაეხმარებოდა, არც ევროკავშირი უვიზო რეჟიმს მისცემდა, რაც მაშინ საკითხი იყო 2014-15 წლებში. ვერანაირ პროგრესს ვერ ნახავდა ევროინტეგრაციის გზაზე და ანუ ეს საგარეო ჩამკეტი მექანიზმები აქვს და აქვს ქვეყნის შიგნით ყველაზე დიდი სანდოობა აქვს ამ უწყებას საზოგადოებრივი, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურად აფილირებული არაა და უკვე არსებობის 10 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ საკმაოდ დამოუკიდებელი და ეფექტური უწყებაა. სხვათა შორის ამ უწყების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველმა გიზო უგლავამაც, რომელიც იყო ხელმძღვანელის მოადგილე 10 წლის განმავლობაში და 1 წელი იყო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც ომისას და მოკლედ ეს უწყება ითვლება არა მხოლოდ ძალიან ეფექტურ და სანდო ინსტიტუციად, ევრომაიდნის მთავარი მიღწევა უკრაინელი საზოგადოების თვალში. და ამ ინსტიტუციას ხალხის რეაქციას მიადგა ხელისუფლება, რადგან უკვე აკაისაობდა და ეს იყო ერთგვარ კონტრრევოლუცია დახმული, ხო? რაღაც გასაგებია ძველი ელიტა ბრუნდებოდა, მაგრამ იმ ძველი ელიტის მსგავსი ხალხი ებრძოდა ამას და ამას მოყვა ძალიან დიდი რეაქცია დასავლეთის მხრიდან. მე შემთხვევით არ მეხსენებია, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტებში რაც ეწერა, იმიტომ რომ მთავარი ფაქტორი ჩემი არის, რამაც გააჩერა ზელენსკის მიერ დაანონსებული ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა, იყო დასავლეთის ძალიან მკაცრი გაფრთხილებები, რომ ეს იმოქმედებდა უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერაზე. უკრაინას ეხლა არ არის მარტივი უკრაინაში აქციების ჩატარება, იმიტომ რომ იბომბება ეს ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ესეთი მასობრივი შეკრების მოწყობა საფრთხეს და სხვათა შორის ძალიან ირონიული დეტალი რაც იყო ჩერნიშოვის სასამართლოზე 11 ნოემბერს, როცა მშენებლობისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ჩააქრა შუქი. და არის კადრი კიდევაც, ანუ რეალურად და ცინიზმზე საუბრობდა ამ თემის შუგლი კიდევ ერთი დეტალი გამახსნა, რაღაც ეტაპზე სქემის მონაწილეები საუბრობენ, რომ აი რომელიღაცა ენერგო ობიექტზე ფულის დახარჯვა იმის დასაცავად, უბრალოდ ფულის გადაყრა იქნება, ანუ ესეთი ფრაზა ისმის, რომ მაინც აზრი არ აქვს რა, ანუ თქვათ რაღაცა, მაინც გაანადგურებენ და ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ წავიღოთ ეს ფული სახში და წესიერად მოიხმაროთ. ხო, ანუ აქ კიდე ამ სქემის ნაწილზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენადაც ვთქვათ ნაბუს გამოძიებლები ამბობენ თვითონ არის ის, რომ ეს პირველი ნაწილია რეალურად და ჯამურად გამოძიებელი ერთ-ერთი მთავარი გამოძიებელი ამ საქმის აბაკუმოვი ამბობს, რომ სულ აი ამ გამოძიების ფარგლებში მათ აი ამ სქემაში, კორუფციულ სქემაში მონაწილეობაში მხილებული ყავთ 4 მინისტრი, თუმცა საუბარია როგორ არა. ჯერ 2-ია ხო გადაყენებული. ჯერ 2 არის გადაყენებული და აქედან 1 არის თქვათ პირდაპირ ბრალდებული, ის მეორე ხრინჩუკი, რომელიც ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრი ამ სქემაში ესე თვითონ თავად არ ფიგურირებს. მაგრამ ეს 4 მინისტრი ანუ ნაწილი არის შეიძლება იყოს ვიღაცა მოქმედი, შეიძლება იყოს ყოფილიც. ანუ ეს არის მართლა აისბერგის რაღაცა წვერი თუ არა, ნუ 1/9 და მოსალოდნელია რომ მომდევნო პერიოდში სხვა ახალ დეტალებსაც ვიხილავთ მათ შორის ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს ბრალდებულების სკამზე და ერთ-ერთ ასეთ შესაძლო ფიგურანტად მოიაზრება თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამინდელი უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი. თუმცა უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ აი ჯერჯერობით ის არ არის არც ფიგურანტი, არც დასახელებული ნაბუსმიერ, არც ბრალი აქვს აყენებული ამის შემდეგ, მაგრამ საქმე არის ის, რომ ტემურ მინდიჩს ამხსენებული სქემის ორგანიზატორს, იგივე კარლსონს, ქონდა ინტერესები თავისი, რა თქმა უნდა, თავდაცვის სფეროშიც, რომელიც ამ დროისთვის ალბათ უკრაინაში ყველაზე ესეთი მეტი ნაღდი ფული ტრიალებს არმიის საჭიროებებიდან გამომდინარე, მასთან არის დაკავშირებული კომპანია Firepoint-ი,
რომელიც აწარმოებს დრონებს, სხვადასხვა შეიარაღებას და მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ ესეთ კარგად გაპიარებულ ფლამინგოს რაკეტებსაც და ჯამურად თქვათ აი ამ 2023-24 წლის განმავლობაში Firepoint-მა მიიღო დრონების ნაწილში მთელი დრონებზე გამოყოფილი მთელი დაფინანსების მესამედი და ახლობით რაც ათეულობით მილიონი დოლარი არის და არის ვარაუდი არგუმენტირებული უკრაინულ მედიაში გავრცელდება რომ თავდაცვის სექტორშიც და არმიაშიც ქონდა ადგილი კორუფციას თავის მხრივ უმეროვი ნახეთ რომ იმყოფება თურქეთში, სადაც ეს დახვდა პრეზიდენტ ზელენსკის, ის 20 ნოემბერს უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და ნახავთ ეს ყველაფერი როგორ განვითარდება და თქვათ მოდი გადავიდეთ პოლიტიკურ ნაწილზეც და ამით შეგვიძლია რაღაცნაირად დავასრულოთ, ანუ რამდენად დიდი სკანდალია შენი აზრით ის რასაც ახლა ვადევნებ თვალს შეგიძლია თუ არა შეადარო რაღაცა ვიდრე მაგაზე გადავალ მოკლედ ვიტყვი სისტემაა ძალიან მახინჯად მოწყობილი ჩემი აზრით ეგეთი სტილის ქვეყანაში პირადად ვამბობ ამ გიგანტური სახელმწიფო კომპანიების არსებობას კინიგზა ენერგოატომი და ასე შემდეგ კიდე რამდენიმე არის ჯობია რაღაცა პრივატიზება მოხდეს და უცხოურ ინვესტორებს მისცენ ეს კომპანიები რაღაცა წილით რაც ცოტა გააჯანსაღებს მართვას და ასე შემდეგ ვიდრე სახელმწიფო ანუ როდესაც გახსნილია მთელი სისტემა რაც უფრო მეტი ბიუროკრატია არის სახელმწიფოს ხელში და მეტი რეგულაცია და ძალიან ლიბერტარიანულ არგუმენტს ვამბობ მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია რომ ვალიდური იმიტომ რომ უკრაინა დაადასტურა რომ ხუთივე პრეზიდენტის დროს ერთი და იგივე ხდება ხო რაც შეეხება შენ შეკითხვას რა გავლენა აქვს შიდა პოლიტიკაზე მე მგონი დადგა ის რომ როდესაც უკრაინაში შიდა პოლიტიკა მთელი არსით და ძალით დაბრუნდა, იმიტომ რომ უკრაინაში ამ რუსეთის აგრესიის დაწყებამ ეროვნული ერთიანობა გააჩინა, რა თქმა უნდა, ხო პარლამენტში. აი ზელენსკი ომამდე და ზელენსკი ომის შემდეგ ამაზეც მინდა რომ კითხო. და ეს განცდა იყო იმის შესახებ, რომ ყველა ერთად გავართ პარლამენტში ძირითადად განიხილება, როგორ გაუზარდონ ჯარს დაფინანსება, როგორ შეუწყონ ხელი ომის სწორად და ეფექტურად წარმართვას და ასევე სხვადასხვა საინტერესო ის იყო უკრაინის ომის პირველ წლებში ძალიან ნიშანდობლივ იყო მედიასაც და ოპოზიციაში, რომ ზელენსკის პირდაპირ ლანძღვას ერიდებოდნენ, იმდენად პოპულარული იყო ეს და აი ანდრეი ერმაკი მისი ადმინისტრაციის უფროსი იყო რაღაცნაირი განტევების ვაცი ყოველთვის ზოგჯერ სამართლიანად და ზოგჯერ უსამართლოდაც, იმიტომ რომ მედიაში ის წარმოჩენილია როგორც ჭდილოვანი მმართველი და ყველაზე გავლენიანი პირი უკრაინაში. აი ვისაც ზელენსკის პირდაპირ გალანძღვა უნდა ერმაკი უნდა ელანძღა. რაც შეეხება ახლა გავლენას შიდა პოლიტიკაზე. ჯერ არ გამოქვეყნებულა საზოგადოებრივი აზრის კვლევები ახალი, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ძალიან შემცირებული იქნება ზელენსკის საქმიანობის კმაყოფილება და ასე შემდეგ. მეორე ხო ჩემი აზრით ასევე გაიზრდება შიდა პოლიტიკური განწყობა იმის შესახებ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება საჭიროა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია მას გრძალავს. თუ ყველა პარტიას შორის იქნება ამაზე კონსენსუსი. ნუ როგორც მინიმუმ მთავრობის ახალი მთავრობის შექმნა ასევე ოპოზიციის წევრებმა კიდევ ერთხელ დასვეს საკითხი, რომ საჭიროა ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, რომელშიც იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც და გაწმენდნენ, ასე ვთქვათ, ამ აუგიას თაულას, რაც არ ამგონია ხა უკრაინის ხელისუფლების შიგნით ეგ ამის მიმართ კონდეთ სურვილი, რომ ასეთ დათმობებზე წავიდნენ. ზოგადად გაურკვეველი ასევე რასიზმს ვალერი ზალუჟნი, რომელიც ყველაზე პოპულარული პერსონაა დღეს უკრაინულ პოლიტიკაში და მე ჯერ არ შემხვედრია მისი გამოხმაურება ამ სკანდალზე. ის არის ოფიციალურად იკავებს ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობას, თუმცა საზოგადოებრივი აზრის კვლევებით არის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ჯერ პოლიტიკაში არ შემოსულა და მის განცხადებასაც ექნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა. ზოგადად უკრაინელები არ იყვნენ შერჩეული, დავუშვათ ხე ისრაელში შიდა პოლიტიკა დუხს ომის დროსაც და ყოველთვის დუხს და ისტორიას განაპირობებს და ისეთი საფრთხეები არ ედგა ისრაელს ომისას და ისეთი მტერი არ ყოლია, როგორც უკრაინას აქვს და ამას ეგეც განაპირობებს და უკრაინაშიც ჩემი აზრით ეს სიმწოვე ამ ხელისუფლების კრიტიკის გაიზრდება. და მე გავმიჟნავ მართლაც ორ ზელენსკის შენ სწორად აღნიშნე, იმიტომ რომ თუ ომის დაწყებამდე
ზელენსკის იმედგაცრუება იყო ძალიან დიდი. ის მოვიდა უზარმაზარი სახალხო მანდატით, ხო 75%-მდე აიღო მეორე ტურში პოროშენკოს წინააღმდეგ. მას მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ უბრალოდ პოროშენკოს მოწინააღმდეგი, ზელენსკი იყო ხმა ყველას წინააღმდეგ. ამ მანდატით მოვიდა, რომ ძველი პოლიტიკური ელიტა უნდა ჩაერეცხა. ამას მოყვა საპარლამენტო არჩევნები, როდესაც უიშვიათესი შემთხვევა უკრაინის ისტორიაში, როდესაც ერთმა პარტიამ მოახერხა საპარლამენტო უმრავლესობის დაკომპლექტება, მას ჰქონდა სრული მანდატი ყველანაირი რეფორმის განსახორციელებლად და 2019 წლის გაზაფხულიდან 22 წლის თებერვლამდე პერიოდი იყო უძრაობის ძალიან დიდი იმედგაცრუების კიდევ ერთხელ მთავრობების იყო სკანდალები, აი გვახსოვს აი ომამდე ორი თვით ადრე იყო სკანდალი, როდესაც პოლიციის ინსპექტორმა გააჩერა დეპუტატი, რომელსაც პარლამენტში ოლიგარქების გამოგზავნილი ქეში მეხქონდა დეპუტატებისთვის ხელფასზე ზემოდან დანამატის გასაკეთებლად. მე რა თქმა უნდა ეგ საქმე ჩაიფარცხა გვახსოვს, მაგრამ ანუ ეს ახალი ელიტა ძველ სისტემას მოერგო რა, მოკლედ ვთქვათ, ეგ იყო. მე რა თქმა უნდა, როდესაც ომი დაიწყო, კორუფციის თემამ ბევრად უკან გადაეწია, აღარ იყო აქტუალური, იმიტომ რომ ადამიანების სიცოცხლე იყო გადასარჩენი და სახელმწიფო იყო გადასარჩენი. თუმცა აი ხლა ავითარება, ხო? უკრაინელ ხალხს ის ძველი ზელენსკის განწყობა ჩემს არ შეცვლილა. უბრალოდ ამ ომმა სხვა ზელენსკის, ხო? აი შეიძლება შევადაროთ ძველ რომში ომისას დიქტატორებს ირჩევდნენ, ხო? ორი კონსულისგან ერთი ხდებოდა დიქტატორი, რომელიც 6 თვიან მანდატს იღებდა, რომ სრული ძალაუფლებით ყველაფერი ემართა. ეხლა ზელენსკი არის ცოტა გაგრძელებული ვადით, იმ გაგებით დიქტატორი, რომელმაც ომის მენეჯმენტი თავის თავზე უნდა აიღოს, სრული ძალაუფლება მას მისცეს იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს. მაგრამ როგორც კი ეს ომის ეიფორია, შეიძლება ომი და რა თქმა უნდა ომი სწრაფად არ დასრულდება, ომი გაგრძელდება, მაგრამ ეს არის მისი გაშიშვლება იმ თვალსაზრისით, რომ კარგავს ამ ომის ლიდერის მანტიას და ადამიანების აღქმაში ბრუნდება ის ძველი ზელენსკი, რომელიც იყო დიდი იმედგაცრუება, დიდი მანდატით მოსული გარე ამ ისტაბლიშმენტის გარეთ ყოფი პოლიტიკოსი, რომელიც მე მოაჯდა, ასე ვთქვათ, ამ სისტემას და ამით მე ხა პირდაპირ მას არ ვადანაშაულებ კორუფციაში, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება მას მაინც იმაზე, რომ ვერც სისტემა შეცვლა და ეს საკაზო პოლიტიკა ხა მთლიანად მისი განსაზღვრულია და მათ შორის ეს ადამიანები ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, ზოგი მასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ასევე იმასაც ვიტყვი, რომ დავუშვათ ეროვნული ერთიანობის თავობის შექმნა და ტიმოშენკოს ან პოროშენკოს პარტიიდან მინისტრების დანიშვნა შორსვარი მოზრის გამო კორუფციის პრობლემას მოაგვარებს და ხო, ანუ ეს რაღაცა ბევრად უფრო სერიოზული სისტემური და სტრუქტურული პრობლემაა უკრაინული პოლიტიკისთვის, რომელიც როგორც ჩანს ცდება ერთი ადამიანის ნებასურვილს და შესაძლებლობას, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. ამდენად შეგვიძლია. თუმცა ეს ახლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის განწყობა არ უნდა გქონდეს, რომ ისეთი ხალხია მაინც არაფერი ეშველებათ. არა, რა თქმა უნდა, თვითონ ეს თქვა, სისტემა არის ცუდად მოწყობილი, რაღაც ეტაპზე პრობლემა არის ის, რომ ნაკლები ხსიხისტე და დამოუკიდებლობა და ეფექტურობა აქვს ინსტიტუტებს და რაღაც ეტაპზე პრობლემა არის ის, რომ ძალიან დეცენტრალიზებულია ძალაუფლება, მაგრამ ამის წინააღმდეგ არგუმენტი არის ის, რომ ომი იყო სწორედ ისმის შესაძლებლობა და საზოგადოებრივ განწყობას არსებობდა და ინსტიტუციურს, რომ მეტი კონცენტრაცია მოხდა იყო ძალაუფლების და უფრო სასტიკი ხო, ანუ მათ შორის ეს სქემა შესაძლებელი გახდა თუ შესაძლებელი შეიძლება არანდაც იყო, მაგრამ ხელი შეუწყო ამ სქემის გამართვას იმ პირობებმა, რაც მოყვა ომის დაწყებას. მოხდა, ხო, ანუ ომმა მობილიზება კი არ გამოიწვია, პირიქით ვიღაცებს საფარი გაუჭირდათ მეტი ფულის საკეთებლად. მაგრამ აქ ახლა თვითონ ზელენსკის პერსონაჟზე რახან ჩამოვარდა სიტყვა, იმას ვიტყვით, რომ ანუ თვითონ ზელენსკის მონაწილეობის შესახებ ამ კორუფციულ სკანდალში არაფერი არ ვიცით და არ ფიგურირებს ის ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. აი ამ სკანდალში როგორც ეკონომისტები ეუბნებიან თავიანთი წყაროები უკრაინულ მაღალჩინოსნებში ზელენსკი არ იცოდა ამ კორუფციული სქემის არჩევების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა თვითონ ეს პოლიტიკური სკანდალი არის აბსოლუტურად ატომური ბომბის პროპორციების. ხო, ანუ
ეს არის უმსხვილესი პოლიტიკური ჩვენ ნახეთ რომ ამ მინისტრების გათავისუფლება და რაღაც კოსმეტიკური თქვა ცვლილებებით ამჯერად ვერ გამოვა პრეზიდენტის ოფისი ამ ვითარებიდან როგორც ერთ-ერთი წყარო აღწერს ზელენსკის მდგომარეობას ის ამბობს რომ ზელენსკი სააქ არჩევანია მოიჭრას ფეხი ან დაელოდო სანამ განგრენა მთელს ხელს მოედება და მოკლავს საბოლოოდ ხო ამ მგონია რომ საკმაოდ ზუსტად ასახავს უკრაინელი პრეზიდენტის მდგომარეობას მაგრამ აქ კიდე ერთი რაც აი საუბრობდით აი ამ სისტემაზე და ამის შემდეგ მე მგონია რომ არსებობს კიდევ ერთი პერსპექტივა როგორც შეიძლება თვითონ აი ამ გამოძიებას შეხვედოთ რომ თავის ხრივ ის რომ ქვეყანაში არსებობს ესეთი ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა და რაღაც დახურული ციკლი ხო რომელსაც შეუძლია რომ პრეზიდენტთან დაახლოებული ადამიანებიც კი გამოიძიოს მათი საქმიანობა ბრალი დასდოს და ასე შემდეგ კი რა თქმა უნდა ეს არის სრულყოფილი და ვიცით რომ მინდიჩი გაიქცა მანამდე კიდე ათეულობით ადამიანი არის გაქცეული და თქვა რაღაცა მართლმსაჯულება სარუზეიმია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მაგრამ თვითონ აი ეს მომენტი რომ ეს შესაძლებელი არის ქვეყანაში ეს გამოარჩევს უკრაინას რუსეთისგან ეს არის ის რის შენარჩუნებისთვისაც უკრაინელები იბრძვიან და ის რასაც ცდილობს პუტინი რომ მოახვიოს თავს უკრაინელებს რომ თქვენ უბრალოდ რუსების ნაირსახეობა ხართ მალორუსები ხართ რაღაცა ისა ხართ ანუ ეს არის აი ეს წინააღმდეგობის ხაზი ჩემი აზრით რაც ყვევავს აი ამ უკრაინულ წინააღმდეგობას ამ ყველაფერს ხალხი აძლევს ლეგიტიმაციას ის აქციები რაც ომის პერიოდში მიმდინარეობდა იყო მაგის საუკეთესო გამოხატულება რომ უკრაინული საზოგადოება ცოცხალია და თავისუფალია და არის ყველა ეს სულელური განცხადება რომელიც უკრაინის შიგნით თუ გარეთ გაკეთებულა ზელენსკის დიქტატორია და რაღაცა აი ეს ხო არ ჯდება არანაირ ლოგიკაში დიქტატორის პირობებში ვერ ფუნქციონირებს ეგეთი ინსტიტუტი და ეს ეგეთი აქციები ჩატარდება და მარტივი კითხვა რო თქვა ესეთი რამ შესაძლებელია თუ არა რუსეთში ხო პრაქტიკულად შეუძლებელია და მე სიმართლე რო გითხრათ გონია რომ საქართველოსიც მაინდა-მაინც საქართველოში სხვა პროცესი მიდის ახლა საქართველოში ანტიკორუფციული ბრძოლა მიდის კლანური დაპირისპირების იმიტომ რომ ვიღაცას სჭირდება და ასე შემდეგ და ვიღაცებს და სასჯელების ბევრად ლოიალური და ესა მიუხედავად რომ ახლა დანაშაულები ძალიან მძიმეა თუმცა უნდა ვთქვათ რომ თვითონ ეს სკანდალი უკიდურესად სულ დროს ხდება მაშინ როდესაც ამერიკის და ფინანსური თქვათ მაკროეკონომიკური და სამხედრო დახმარებას შეჩერებულია მთელი ეს ტვირთი უკრაინის დახმარების და ეს არის თუ ციფრებში გადავიყვანთ 100 მილიარდი დოლარი წელიწადში დაეწვა ევროპაში გერმანიის გარდა პრაქტიკულად არც ერთ დიდ სახელმწიფოს არ შეუძლია თქვათ უკრაინისთვის რაღაც სერიოზული ესეთი დიდი მასშტაბით დახმარების გაწევა და ეს ხდება მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა ევროპაში, ბელგიაში გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი ვარიანტი რჩება უკრაინის დასაფინანსებლად რეალური და ყველაზე ესეთი ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, ეს სკანდალი ნამდვილად შესაძლოა გახდეს გამოსწორებელი ზიანი მიაყენოს და ეს ზელენსკიზე იქნება დამოკიდებული თუ რა მის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული თუ რა მასშტაბის ზიანს მიაყენოს მას ეს კორუფციული სკანდალი და შესაძლოა ქვეყანასაც ბევრად უფრო დიდი ზიანი მიადგეს პარტნიორების თვალში და ჩვენ ნახავთ ამას კიდევ მომდევნო პერიოდში თუმცა ასევე შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ რომ ევროპაშიც და სხვაგანაც ისე შეხედავენ ამ სიტუაციას, რომ თვითონ ეს ფაქტი, რომ ეს გამოძიება ეს გამოაშკარავდა ეს კორუფციული სქემა, მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი არ არის დაკარგული და უკრაინას უნდა გავიხსენოთ ზელენსკის წინასაარჩევნო კამპანიაში და მის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა სერიალმა „სლუგა ნაროდა“ ხალხის მსახური და იქ არის ერთი სცენა, პრეზიდენტი რო ხდება, კიევში გზები რატო არ არის კარგად დაგებული ამაზე და ჯერ დაურეკავს მინისტრს, მერე მოადგილეს ის დეპარტამენტის უფროსის სამმართველოს უფროსს და მიდის ეს ქვემოთ და მერე ეკითხება რამდენი გჭირდება ესა ფული ამის მოსაგვარებლად და აი ეს ყველაზე ქვედა დონე ამბობს 20 მილიონს, მერე ეს ხდება 50, 100 500 და ბოლოს პრეზიდენტთან რომ მოდის მინისტრი ეუბნება რომ 2 მილიარდი გჭირდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მე ამათ ყველას ცulis და ბოლოს ყველა კორუმპირებულია და აი ბოლოს ის ყველაზე ქვედა დონეზე ვინცა ის არის ყველაზე კორუმპირებულიო ეს ეუბნება თავისი სპეცსამსახურის უფროსი და
ეს არის სისტემური გახრწნილობის ამ ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლებების დაცინვა მაშინ, როდესაც ის არ იყო თავად ხელისუფლებაში, თუმცა დღევანდელ რეალობასაც კარგად ერგება ეგ სცენა. ნამდვილად კარგად ერგება, აქ შეგვიძლია რომ დავასრულოთ, მე ჩემი მხრივ ვიტყვი რომ რა ვიცი, შემზარავია სკანდალი თავისი რაღაც ცინიზმის მასშტაბით და ასე შემდეგ, განსაკუთრებით იმ დროს, როცა უკრაინა ესეთი მძიმე დარტყმის ქვეშა ბრძოლის ველზეც და ეკონომიკურად და ყველა სხვა ასპექტში ესეთი მძიმე ზამთრის მოლოდინშია ქვეყანა, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ ამ საზოგადოებას აქვს წინააღმდეგობის გაწევის ძალა, არა მხოლოდ გარე მტერთან, არამედ შიდა მტრებთანაც და მე მგონია, რომ ზუსტი დახასიათებაა იმ ადამიანების, ვინც ესე დროს ამ კორუფციითაა დაკავებული, ძალიან სამართლიანია რომ მტერი უწოდოთ. და ხო, პრინციპში ეს იყო სულ რაც გვინდა და გვეთქვა დანარჩენისთვის, როგორ განვითარდება ეს სკანდალი და რა უნდა ვიცოდეთ ამ სკანდალის შესახებ, თვალი ადევნეთ რეალ პოლიტიკას, ვებგვერდს და ასევე ჩვენს ანგარიშებს სოციალურ ქსელებში და ასევე ზოგადად თუ გაინტერესებთ სოფლიოში განვითარებული მოვლენები, შეგიძლიათ მოგვაქციეთ ყურადღება და მადლიერებით დაგრჩებით თუ გამოიწერთ ჩვენს YouTube არხს და მოიწონებთ ამ ვიდეოს. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. მადლობა.